შემოქმედება ჩემთვის არის სულის საზდო. რომ არ იყოს ეს, რასაც მე ვაკეთებ, არ ვიცი როგორ ვიქნებოდი. ვერ წარმოიდგენ რამხელა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ხატვა, როცა შეგიძლია შექმნა ნივთი, რომელთაც ვიღაცას გააბედნიერებ. ქვეცნობიერი ძახილია ხატვა, ჩემი აზრით. და როცა ვხატავ, ვარ იქ, სხვაგან, ქვეცნობიერში ვარ. ნახატი ხო დაფარულია, სხვანაირია, აი ყველა თავისებურად ხსნის, ყველა თავისებურად კითხულობს და აი ზუსტად ეგ გაძლევს იმის ბედნიერებას, რომ ვიღაცას იმ პატარა სულის სიმზე შეეხო და მისცე ის ბედნიერება, რასაც ხელოვნება ქვია. სკოლაში ქონდა თავისუფალი თემა, მე ვიყავი მერვე კლასში, თავისუფალი თემა ვინ მინდა ვიყო. ისეთი კარგად მახსოვს ჩემი თემის დასაწყისი, ჩამოთვლილი მქონდა გენიალური მხატვროები, რომელიც დღემდე მიყვარს, რა თქმა უნდა. კარავაჯო, ბოტიჩელი, ეს ტიტანები ჩამოთვლილი მაქვს და აი ისინი ვის გათელილ ბილიკებსაც მინდა გავყვები ცოტა სასაცილოა დღეს მეცინება იმად ბილიკებს ვერასოდეს ვერ გავყვები, მაგრამ იმდენად ჩემი იყო ეს, მაშინ რაღაც ხელოვნების რაღაც წიგნი აღმოვაჩინე, იყო წიგნები, რომელსაც მიშლიდნენ, არ წავიკითხო, იყო წიგნები, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი. და ეს ერთ-ერთი სქელყდიანი წიგნი აღმოვაჩინე სახში, სადაც ეხატა ეს ბოტიჩელის ნახატები, მაშინ სად იყო ეხლა ყველაფერი გვაქვს. მაშინ იყო ეს წიგნი, რომელიც მაცოცხლებდა. 1000-ჯერ მაქვს ის წიგნი გადაკითხული, როგორ ცხოვრობდნენ ეს რენესანსის ეპოქაში მხატვრები, რანაირ ნახატებს ქმნიდნენ. ბავშვობიდან მოვიწამლე მე ამით და დღემდე აი მთელი ოცნება მქონდა, რომ მქონოდა ჩემი სტუდია, რასაც მივაღწიე. ყველაფერი გავაკეთე მაგისთვის. უკვე მესამე წელია, რაც ჩემი სტუდია მაქვს. ეხლა კიდე ახალი აღმოჩენა მაქვს ამ შუშის აქსესუარებთან დამოკიდებით და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მაბედნიერებს. აღარ ვაკეთებ იმას, რაც უბრალოდ რუტინულად უნდა მეკეთებინა. ჩემი ახალი წამოწყება არის შუშის სამკაულები. ეს არ არის მთლად შუშა, მაგრამ არ არის არც პლასმასი, არც ებოქსიდია. ყველას გონია, რომ ებოქსიდისგან ვაკეთებ ამ ყველას ასე გონია და არ არის ეს ებოქსიდი. ეს არის შუშა, იაპონური ვიტრალი, მაგრამ არც ვიტრალი არ არის, შუშასთან ახლოს არის. ეს მასალა არ იშოვება არც საქართველოში, არც ევროპაში სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ იაპონიაში, იმიტომ რომ ეს არის კარკასული მეთოდით დამუშავება შუშის და მიწევს იქიდან ჩამოტანა მასალის, რაც ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმდენად მოვიწამლე ამ სილამაზეებით, რომ თანახმად ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს ისევ გავაგრძელო. თუმცა ის რითიც ვაერთებ მასალას ერთმანეთთან, ალერგიას მაძლევს საოცარს, მაგრამ არ ვჩერდები, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის აი სილამაზეების შექმნა არის ძალიან დიდი ბედნიერება და მე რაც მაბედნიერებს, ის ვერაფერი ვერ გამაჩერებს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სულ მთელი ჩემი ცხოვრება ვარ რაღაცის ძებნაში. მაქსიმალისტი ვარ, ჩემ თავში ვარ მაქსიმალისტი. ამიტომ ვერასოდეს ვერ მივიყვანე ბოლომდე დაწყებული რაღაც. ვიღაც ჩემზე უკეთესად აკეთებს, ამიტომ მოდი ვაცალოთ იმან. გააკეთოთ ჩემზე უკეთესად. აი ეს შუშები არის პირველი, რაც საქართველოში კეთდება, არავინ არ აკეთებს. ვიპოვე ის ნიშა, რაც მარტო მე ვარ. და ამიტომ ვერ ვიქნები უკმაყოფილო საკუთარი თავით. უბრალოდ მე მომწონს ის, რაც ვაკეთებ, პირველად ცხოვრებაში. მე მიყვარს, როცა ადამიანი ჩემი ნივთით აღფრთოვანებულია. და აი შუშები არის ის, რომ ნივთით აღფრთოვანებულია ყველა. ეს მაბედნიერებს. მე მინდა რომ სხვა იყოს ბედნიერი ჩემით.